სენაკის აკაკი ხორავას სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეგიონული თეატრების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ფესტივალში 7 რეგიონული, ასევე ლიეტუვის, ირანის, საფრანგეთის და რუმინეთის თეატრებია წარმოდგენილი. წლევანდელი პროგრამა განსხვავებულია. ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობს ახალგაზრდული ერთკვირიანი თეატრალური ბანაკი. არტ ბანაკში დედაქალაქის და რეგიონული თეატრების ახალგაზრდა მსახიობების და რეჟისორებისთვის მასტერ-კლასები იმართება. პირველად ფესტივალის ისტორიაში ასევე გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. ღონისძიების სპონსორები კულტურის სამინისტრო, თბილისის ფოთისა და სენაკის მერეები არიან. ტესტავთ ახალგაზრდულ არტ ბანაკს, სადაც თავს მოიყრიან არა მარტო უკვე რეგიონის ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისორები, არამედ უკვე ესენი იქნებიან თბილისის ფრილანსერები, ან შეიძლება თეატრშიც არიან ეს ადამიანები, ერთად შევკრიბავთ და ერთად ვიმუშავებთ 7 დღის განმავლობაში სხვადასხვა მასტერებთან ერთად. ფესტივალის დახურვის პერიოდში ჩვენ ამ ბანაკის ერთობლივ ნამუშევრით, პერფორმანსით, ზაფხულის ღამის სიზმრის მიხედვით დაიხურება ჩვენი ფესტივალი ფოთის თეატრის წარმოდგენით. არც მახსენდება სხვა ასეთი ფესტივალი, სადაც ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტ დამთავრებულები, გაივლიან მასტერ-კლასებს სხვადასხვა მიმართულებით და 7 დღეში შევეცდებით, რომ პატარა წარმოდგენაც კი ასე ვთქვათ, შევქმნათ მათთან ერთად.